შემთხვევა, ორი ქალი ცხოვრობდა ერთად, ასევე რემონტი, ავეჯი, ყველაფერი უფასოდ მიუტანეთ და რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოუჩნდათ მათ ასეთი საშუალება, რომ კანადაში გადასახლებულიყვნენ. როცა კანადაში მიდიოდნენ, ავეჯს ხოთან ვერ წაიღებდნენ და ბევრმა მაგათმა ნაცნობმა უთხრა მაგათ, რომ ავეჯს ხოთან ვერ წაიღებთ, ამიტომ მოგვეცი ჩვენ. ამათ უთხრეს, რომ ავეჯს ვერ მოგცემთ. ვერ გაჩუქებთ. შეგვიძლია შევთანხმდეთ გარკვეულ თანხაზე და შეგიძლია ჩვენგან იყიდოთ ავეჯი. და რა თქმა უნდა, ამათ მიჰყიდეს ეს ნაჩუქარი ავეჯი თავისივე თანამოძმე უკრაინელებს, იგივე ლტოლვილებს, იგივე ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ ომიდან. ესე იგი, უფასოდ მიღებული ავეჯი მათ მიჰყიდეს იგივე უკრაინელებს. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის ვინმე გავსაჯო. მე უბრალოდ ვიძახი ფაქტებს, რომელიც უკვე გამაჩნია ჩემს პრაქტიკაში. და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ვინმე მეტყვის, რომ აი დახმარება გვჭირდება უკრაინიდან